ის ჯიპი არის გამოიყენება არქეოლოგიური ობიექტების დაზაფიქსირებლად. დამუშავების მერე მივიღებთ სამდის სიყრმულ აგებულებას აი ამ არეალს. და ვაკონებთ. ვედი ანომალია. ხარვეზი იყო ფაური იყო თუ მართლა ის არის რასაც შეიძლება ვეძებდეს. პირველი რაც ძალიან გამიკვირდა და ვისწავლე ეს იყო გეორადარის გამოყენება, რომელიც დღეს შევატარეთ და გეოფიზიკური კვლევა, სეისმური და ელექტრული კვლევები. ერთგვარი რელაქსი არის დასვენებასა და სწავლასთან თანხვედრაში მოდის ერთმანეთთან რა. როცა მთელი წელი რაღაცისთვის შრომობ, ამდენი ცოდნას იღებ და სასიამოვნო გამოცდილება არის, როცა ამ ცოდნას იყენებ. საზოგადოებიდან ხშირად ხსენია ისევე როგორც სტუდენტები და სხვა მიმართულების რომ ერთი მხრივ აინტერესებთ რა საკუთრებით ზედამეტი შესწავლილი მეცნიერებები, ხოლო მეორე მხრივ რაღაცნაირად მიუწვდომელია მათთვის ეს ინფორმაცია, ამიტომ გადავწყვიტეთ რომ ჯავახეთის საველე სკოლის ფარგლებში დაგვეპატიჟებინა სხვა მიმართულების სტუდენტებიც, იმისთვის რომ გვეჩვენებინა რას წარმოადგენს ეს მიმართულება, რა კვლევებს ვატარებთ, პრაქტიკაში როგორ ვიყენებთ, რა ტექნოლოგიებია ჩართული ამ ყველაფერში. მინდოდა რომ მეცხრე ჩემებედი და შესაძლებელსაც აღმოჩნდი აქ. მოლეკებს გადავჭარბა ყოფნა, იმიტომ რომ პრაქტიკები და თვითონ ლექციები ისე არის ერთმანეთში შერწყმული, რომ ძალიან კარგად ჩდება ერთმანეთში და ინფორმაციას ვიღებთ თანმიმდევრულად და კარგად. მივიღეთ ესეთ შედეგი, რადგან ცოტა ელექტრონი ქონდა მოგცა ჯამალი დაამუშავა ეს ჩვენი პროფილი. ჯიპიანით გაკეთებულ შედეგებს უკვე შევადარებთ და ვექნება რელიეფი ხაზზე. You have some very nice with Professor Sugishvili sometime in the near future. Okay, so როგორი ინტერდისციპლინურია დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებები. აი ეს გვინდა ვნახოთ თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, თანამედროვე აპარატურის გამოყენებით, უშუალოდ პრაქტიკულად თვითონ ჩაატარონ ეს კვლევები. ყველაფერი მოხდა ჯავახეთში, ანუ ამ ბუნებრივ მშვენიერ ლაბორატორიაში, სადაც ფაქტიურად საველე პირობებიც კი კარვის გვერდით გვაქვს, ამიტომ შორსასვლა არ გვჭირდება ვულკანების დარემოცვაში, ტარდება ეს ყველა ექსპერიმენტი.